ჩვენ გავაუმჯობესებთ Sonic-ს მის ზვიგენ Sonic-ის ფორმაში, GTA 5-ში. Sonic-Citer.exe-ენ Sonic-ის მეგობრები გაიტაცა და აპირებს მათი შეჭმას. და მოგვიწევს ყველა ზღვის მონსტრის შეჭმა, რათა განავითაროთ ჩვენი ზვიგენ Sonic-ის ფორმა ყველაზე ძლიერ ფორმამდე. Შეძლებთ თუ არა ზღვის მეფე გავხდეთ? წავედით! აი, რა სახალისოა პატარა Sonic ზვიგენი რო ვარ. მას შემდეგ რაც ის უცნაური წყალმცენარე შევჭამე, Sonic ზვიგენის ახალი ფორმა მაქვს. წყლის ქვეშ ვსუნთქავ როგორც თევზები და სიმართლე რომ თქვა, დიდი ხანია ჩემი მეგობრები არ მინახავს. რა თქმა უნდა, იმდენი დრო გავატარე წყალში რომ თითქმის აღარ მინახავს ისინი. ასე რომ ზედაპირზე ამოვალ, ნახავს ად არიან და ერთი წუთით ეს რა ჯანდაბაა? კარგი, მგონია რომ ღირს რომ სირბილით წავიდე. Sonic-ის სისტრაფით ავალ ზედაპირზე. დიახ! რომ ნახო რა ჯანდაბაა ეს, იმიტომ რომ ღმერთო ჩემო, ეს წყლის ნამდვილი ურჩხულია. საიდან გაჩნდა და რას აკეთებ ჩემი ყველა მეგობართან? ახლა შენი მეგობრები გაგენერ სულელო, მე შევკრიბე ზღვის ურჩხულების არმია, რომელმაც ისინი ყველა გაიტაცა. და ახლა ჩვენ მათ შევჭამთ, რომ მე კიდევ უფრო დიდი და ძლიერი გავხდე და მთელი მსოფლიო დავტბორო. მგონი ამის თქმა საჭირო არც არის, მაგრამ ეს საერთოდ არ არის კარგი. ამ სამყაროში არიან ადამიანები, ვინც მიყვარს და ყველას არ უნდა მოუწიოს დათბორილ სამყაროში ცხოვრება. ზედაპირზე მყოფები, ზედაპირზე როგორც ჩემი მეგობრები და ზღვის ბინადრები ზღვაში, კარგი? რა დამაჯერებლად ჟრებს, მაგრამ ბოდიში არა. მონსტრებო, წაიყვანეთ Sonic-ის მეგობრები და წაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც მისვლა ძალიან რთულია. მანამდე მე ყველაფერს მოვამზადებ, რომ სამყარო შევჭამო და დავტბორო. და შენ, ჩემო პატარა შვილო, გაანადგურე ის სულელი Sonic-ის ზვიგენი, ის ყველაზე უარესია. დიახ, მამა, ზუსტად ამას გავაკეთებ. შევჭამ მას და ისეთივე დიდი გავხდები, როგორიც შენ ხარ. ძალიან გავდი, ჩვენ მივდივართ. არა, ბიჭებო, ჯანდაბა, სად წაიყვანეს ისინი? ეხლა ისინი ძალიან შორს არიან და შენ მოგდები და მთლიანად ჩემი იქნები. ეს ჯერ კიდევ სანახავია. თუ უცნაური წყალმცენარის ჭამით ზვიგენის Sonic-ად გადავიქეცი, რა მოხდება, როცა შენ შეგჭამ, პატარა მონსტრო? მოდი აქ! დაგიჭირე! დიახ, წავედით, შეგჭამ! დიახ, უკან მთლიანად განადგურებული ხარ. მომწონს. დიახ, მთლიანად შეგჭამე. ეხლა ჩემ შიგნით ხარ და ეს ნიშნავს, რომ ჩემი ზვიგენის Sonic-ის ფორმა. დიახ! ეხლა განვითარდი და ბევრად უფრო მაგალი დონის ზვიგენის Sonic-ი ვარ. უფრო სწრაფი ვარ, უფრო ძლიერი, წყალშიც, ხმელეთზეც და ყველგან. ასე რომ გადავარჩენ ჩემს მეგობრებს და შევჭამ იმ სულელ მონსტრებს, სადაც არ უნდა იყვნენ. დიახ. ბოლოს და ბოლოს, კიპოვე შენ ემის სულელო მონსტრო. მითხარი, სად არის ის, თორემ აქვე და ახლავე შეგჭამ. ემის ვერასდროს იპოვე. ის სადღაც ამ ცხრის პარკშია დამალული და დაშემოთხულია მხველი ზვიგენებით. მოიმზადე რომ ნახო როგორ მოკვდება ის და შემდეგ მე ვიქნები ის ვინც შენ შეგჭამს. შენ მართლა დაიჯერე ეს? პირველად მას გადავარჩენ და მერე შენ მოგაგითხავ. კარგი. კარგად უნდა გამოვიძიო, სად ჯანდაბაშია ეიმი. ასე წავალ. ზვიგენის ფარფლით შიშს დავთესავ, თუ მტერი იქნება და წყალში სწრაფად ვიმოძრავებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი. თუმცა არ ვიცი, წყალში იქნება თუ არა, ან იქნებ წყლის გარეთ ხავთ. საბედნიერო ჩემი ფორმა მაძლევს საშუალებას კარგად ვიყო როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. თუმცა არ ჩანს რომ იქ იყოს. წავედით. სწრაფად ვიმოძრავებ მთელ წყლის პარკში და განვაგრძობ ძებნას. თუმცა აქ ჩანს რომ გასასვლელი არ არის. მოდით ვნახოთ, იქნება ამ მხარეს. შეიძლება აქ ზღვის ფსკერზე იყოს. არა, აქ არ არის. იქნებ თუ აქ ავალ ვიპოვო. მხოლოდ ბარიერები და სისულელეებია. გავაგრძელებ ძებნას ამ წყლის მხარეს. იქნები მილებში იყოს. იქნებ აქ იყოს. მოდი, ეიმი, სად ჯანდაბაში დაგმალეს. უნდა გიპოვო სანამ რამეს დაგიშავებენ. აქაც არაა. მიდი, ჯანდაბა, იქნება ამ მხარეს. ერთი წუთით. ესენი ზვიგენები არიან. იქ ეიმია. კარგი ეიმი, ზვიგენებით ხარ გარშემორტკმული. არ ინერვიულო, მე მივხედავ მათ. ძვირფასო ზვიგენებო. არასწორ ზვიგენს გადაეკიდეთ. გაეცალეთ ჩემს გზას და გაეცალეთ ეიმის გზასაც. მიიღეთ ეს.
და შენ სულელო ზვიგენო, აერში დაგახჭობ. აქ სუნთქოს ვერ შეძლებ, ასე რომ მიიღე, სულელო, არი ნერვიულო, ეიმი, აღარ დარჩა ზვიგენები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ, შენ გადარჩი. დიდი მადლობა სონიკ, ძალიან შეშინებული ვიყავი, მეგონა ზვიგენები შემტამდნენ. ეხლა ფიქრობ უნდა ახვიდელა გადააჩინო თავი და ვიცი სათხარდა თაგიყვან, მაგრამ ჯერ ის შეჭამე სულელო. ზუსტად ამას ვაპირებდი, ეიმი, მოდი აქ, სულელო მონსტრო, უკვე ჩემი ხარ. ო, დიახ. გეგონა, შენი ზვიგენები შემაჩერებდნენ? არა, მე შემჭამეს და ახლა ჩემი ფორმა ვითარდება. დიახ, ეს ახალი ფორმა საოცარია. ახლა უფრო დიდი ვარ, უფრო ძლიერი და ახალი შესაძლებლობები მაქვს. ამ ძალით ახლა ტეილზის გადასარჩენად შემიძლია წავიდე. ო, დიახ. და ბოლოს გიპოვე ტეილზის საყვარელო მონსტრო. დამიბრუნე, ჩემი მეგობარი. ჰეი, როგორ გონია? დინდა შენი მეგობარი. მაშინ მოგიწევს გადალახოს სხვადასხვა გამოცდები წყლის სიღრმეებში, რომლებიც სავსეა მონსტრებით. და თუ აქამდე მოგხდები, ვნახავთ, რისი გაკეთება შეგიძლია. კარგი, მივდივარ. ჯერ პირველი დონე. და აქ რა მონსტრებია, ღმერთო ჩემო, სერიოზულად. ეს მონსტრები საწოდავები არიან. ესენი ჯუჯა ზვიგენები არიან, რომლებსაც არაფერი შეუძლიათ. აი ასე, მიიღეთ ეს. აჰა, კი, ნახეთ რა ძალა მაქვს ახლა. კი, ჩემი გაუმჯობესებები საოცარია, არა? ვერც ერთმა მათგანმა ვერ დამამარცხა. მართლა ამ უსარგებლო მონსტრებით უნდა დამაკარგვინო დრო. ნუ გამაცინებ. შემდეგზე გადავდივარ. რა? ეხლა კი სერიოზულადაა საქმე. ზვიგენები, მიდით. ეს თქვენ. აი ესეც და ესეც. მიდით. ვერც ერთი ვერ გადარჩა. მარტივად მივახცევ ბოლო დონემდე. ვნახოთ აქ რა არის. მესამე დონე. სკატები. ისინი ძალიან საშიშები და შხამიანები არიან, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ. აჯა! ყველა ჩემს ძალასთან მარცხ ხდება. მართლა გეგონა რომ ამით შემაჩერებდი. შემდეგი დონე და აი. აქ არაფერია. ეს დონეები რა არის, რომ დავისვენო თუ რა? მართლა არ არის არც ერთი მონსტრი. ეს ძალიან მარტივი იქნება. მეშვიდე დონე და ესენი დელფინები არიან. პრინციპში ისინი უნებლები არიან, მაგრამ თუ ისინი გაერთიანდებიან და ჩემზე წამოვლენ, შეიძლება საშიშები გახდნენ. ესეც თქვენ. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, ასე რომ უნდა დავამარცხო ისინი, სანამ გვიან არ არის. დიახ. საოცარია. ახლა არც ერთი მათგანი პრობლემა აღარ არის. ვნახოთ რა მელის ამ ტბაში აქ. ესენი პატარა თევზები არიან. რა პაწაწუნები ხართ? თქვენ არ წარმოადგენთ საფრთხეს, მაგრამ მაინც უნდა გაგისწორდეთ. იქნებ პირანიები ხართ და ეს ძალიან საშიში იქნებოდა. ჩემი სხივები ყველას გაანადგურებს. დიახ, ძალიან მარტივია. და მხოლოდ 2 დონე დარჩა. ვნახოთ. ჩაკუჩტავიანი ზვიგენები. ესენი არიან ისინი, ვინც ეიმი კუთხეში მოაქციეს. ყველა უნდა დავამარცხო. მიიღეთ ეს. დიახ. და შენ არ ეცადო გაქცევას. შესანიშნავია. მხოლოდ 1 დონე დარჩა და უკვე ყველა სახის ზვიგენი დავამარცხე. მოდით ვნახოთ რა არის აქ ქვემოთ. და მკვლელი ვეშაპები. ესენი ორკებია. ისინი ძალიან საშიშები არიან, ასე რომ ვერც ერთს ვერ დავტოვებ. აი ეს, მიიღეთ. არა. თუ ისინი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან, დავიღუპე. ისინი ზვიგენებსაც კი ჭამენ. აი ეს მიიღე. დიახ, შესანიშნავია. არც ერთი აღარ დარჩა. ეხლა შენი ჯერია, პატარა მონსტრო. ეგ რომ გეგონა, არასოდეს მოგცემ შანსს. არავის უთხოვია შენთვის ლაპარაკი. მოდი აქ ჩემი ხარ. დიახ, რა გემრიელია. დრო ჩემი ფორმა განვავითარო. სრაფად, ამ წუთი და მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერე არხი. და ჩარტეს არის რომ გაუმჯობესო Shark Sonic-ის ფორმა. ასევე თუ კომენტარებში დაწერ სიტყვა Shark Sonic, შეგიძლია მიიღო ზვიგენის ძალები. ასე რომ მე რომ შენ მიყო, ვიჩქარებდი. დრო იწურება. არა. დიახ. ეს ახალი ფორმა საოცარია. მე ნამდვილი ზღვების მეფე ვარ. გაგათავისუფლებ Tails და მეტყვის სად არის ნაკლზი. დიახ, დიდი მადლობა სონიკ, შენ საუკეთესო ხარ. მადლობა რომ გამათავისუფლებ. ფრთხილად იყავი ნაკლზთან. რადგან ვინც მას ხავს ძალიან საშიშია, მაგრამ დაცმუნებული ვარ, შენ შეძლებ მასთან გამკლავებას. რა თქმა უნდა, მეგობარო, ეს მე მომანდე. ხედავ რომ ის ზღვის მეორე მხარესაა, ასე რომ მე მას დავამთავრებ.
და ბოლოს შენამდე მოვედი ნაკლს, ჩემს მეგობარს დამიბრუნებ თუ უკვე გაგანადგურო. მართლა ბონიერო, ყველაფერი ასე მარტივი იქნება. შენ აქ ხარ წყლის კოლიზეუმში. სიკვდილამდე მოგვიწევს ბრძოლა და ვინც მოიგებს, ნაკლს იმას დარჩება. მე არ ვაწყობ მარტივ დამოცდებს, როგორც ჩემი მეგობრები. მე პირდაპირ შეგჭამ. მაშ, წინ, ნახავ ზვიგენის სონიკის ძალას. აი ეს მიიღე, წყლის მთელ ძალას გამოვიყენებ რომ დაგამარცხო. დავხედავ შენც იგივეს აკეთებ. არა. წყეულო მონსტრო, აი ეს და ეს მიიღე. სცადე ჩემი წყლის სხივი, ჯანდაბა ძალიან ძლიერია. შენ ყველაზე ძლიერი ხარ, ვინც კი აქამდე მინახავს, მაგრამ ჩემთან ვერაფერს გახდები. წყლის სხივი. იყვარს? იმიტომ რომ შენთვის კიდევ ბევრი მაქვს. აი ეს და ეს. ნახე ჩემი ძალა. დიახ. შეუძლებელია ამ გზით დამამარცხო. ახლა წყლის ბურთები. დიახ. აი მიიღეს ყველაფერი. დიახ. შენ ძალიან მაგარი ხარ, ძალიან გამძლე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეგიძლია დამამარცხო. ნახე რა ძალა მაქვს და ნახე როგორ გაგანადგურებ ერთხელ და სამუდამოდ. ვათავისუფლებ ჩემს მთელ ზვიგენს სონიკის ძალას. დიახ. მაშასე, ნახე ეს. მე შევიწოვი წყლის მთელ ძალას და დაგამთავრებ წყლის აფეთქებით. დამიბრუნე ჩემი მეგობარი. დიახ, კარგი ძირფასო მონსტრო. ახლა მგონია რომ უკეთესი იქნება თუ შორს წახვალ. შვიდობით სამუდამოდ სულელო. მოიცადე, მე ხომ უნდა შეგჭამო. მოდი აქ. დიახ. მოდით ვნახოთ რა გემოგაქვს და ვნახოთ რა ძალას მომცემ. მოდი აქ. დიახ. ახლა მე ვარ მართლაც დიდი, ძლიერი სონიკ ზვიგენი, ზღვების მეფე. ასე რომ ნაკლს მე გაგათავისუფლებ. დიდი მადლობა სონიკ, შენ საუკეთესო ხარ, უეჭველად. ახლა უნდა წახვიდე და ლეონი გადაარჩინო. მე გეტყვი სად არის და წარმატებებს გისურვებ. დიახ, დიდი მადლობა მეგობარო. მიდი სონიკ ზვიგენი, დროა ყველაფერს ბოლო მოუვო. დიახ. კარგი. როგორც ჩანს, აქ ვარ იმ გამოსთვის წინაშე, რომელიც უნდა ჩავაბარო, რომ ლეონი დავიბრუნო. თუ მისი დაბრუნება გინდა, მოგიწევს ჩემი სასიკვდილო ტრასის გავლა. ეს არის სავსე საფრთხეები, გულდერი, მოულოდნელი მოხვევები, რომლებიც ზვიგენისთვის შეუძლებელია გასავლელად. გარისკავ. ეს არც კი იკითხება. წავედით. ავედით. დიახ, რა სწრაფად უმოძრაობ და თქვენ? ზვიგენები დამიყენეთ წყლებში, რომლებიც ზვიგენებისთვის მზად არ არის. ასე აპირებ ჩემ შეჩერებას? ნუ გამაცინებ, მე სწრაფი ვარ და შეუჩერებელი. ვრბივარ, ვცურავ, ყველაფერს ვაკეთებ. დიახ. თუმცა, ეს წყლები ცუდია. მართალია, ცოტა რთულია. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, შევძლებ გადავლახო. და რამდენი ზვიგენიც არ უნდა დამიყენო, ვერავინ დამამარცხებს. გზიდან ჩამომეცალეთ, წავედით. შესანიშნავად გამომდის, ძალიან სწრაფად ცურავ ამ სულელურ გამოცდაზე. ვერ დამამარცხებ, დაწყევლილო, ურჩხულო. ასე რომ წავედით. უი, როგორ ჩანს, კიდევ ერთი ჩანჩქერი მოდის. წავედით. შევძლებ გაუძლო. აქეთ. დიახ, ეს ჩემთვის ძალიან მარტივია. მე ზვიგენების მეფე ვარ. ასეთი მარტივი გამოცდებით შეუძლებელია აქედან გამიყვანო. კარგი. უკვე ტრასის ბოლოს უახლოვდები. საინტერესო ხდება. ნელ-ნელა აქედან გავივლი. ფარფლით ვანიშნებ, რომ იმ სულელ არსებას საფრთხე ელოდება. უკვე აქ ვარ. ზვიგენ სონიკი მოვიდა. მზად ვარ ყველაფერი გავიღო. ასე რომ ძვირფასო მონსტრო, მოემზადე ჩემი ხარ. მაგრამ ერთი წუთით იმ ზვიგენმა დამიჭირა. უკვე შენი დამხმარეებიც მოიყვანე, ხომ? ვიცოდი რომ შენს დაცვას მოინდომებდნენ, მაგრამ მაშინ გავანადგურებ მათ. არა, გამიშვით, აქედან გაეთრიეთ, წყეულო ზვიგენებო, გონიათ რომ შემაშინებთ? არა, გამიშვი, წყეული არსება. აი ესე, მიიღეთ ეს,
სულ ერთია, რამდენ მონსტრსაც გამოიძახებ და საცავად. მათი კბენა ისეთივე ძლიერი არაა, როგორიც ჩემი. წყეულნი იყავით. დიახ, გამეცალეთ გზიდან, იდიოდებო. ამან დამიჭირა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რომ დამამარცხოს. წყეულო ზვიგენებო! თქვენ ვერ შემჭამთ, მე შეგჭამთ თქვენ. დიახ, ხო, წავედით. დიახ, ეს შენი დასასრულია. ახლა შენი ჯერია. ესეც შენ. ეხლა კი მომეცი ნება შეგჭამო, რომ კიდე უფრო გავაუმჯობესო ჩემი ფორმა. დიახ, ახლა ვიცი რომ თითქმის საბოლოო ზვიგენი სონიკი ვარ. მოიცადე, ახლავე გამოგიყვან. გმადლობ რომ გამათავისუფლე. ახლა უნდა წახვიდე და შედოუ გადაარჩინო. მხოლოდ ის დარჩა. და მაშინ შეძლებს საბოლოო მონსტრს შეებრძოლო. ეხლა იქ გაგაგზავნი, სადაც ის არის. გმადლობ, მეგობარო. მიდი, ზვიგენი სონიკი. ყველაზე ლეგენდარული ფორმა უნდა გახდე. და ბოლოს გიპოვე. აქ მოსვლა ძნელი იყო, მაგრამ გაგანადგურებ და შეგჭამ. დამიბრუნე ჩემი მეგობარი. ნეგ როგორ გონია, შენი მეგობარი ამ უსასრულო წვის გამოსნების ქვეშაა დამალული. და მე დაგემოდები რომ შეგჭამო, როგორც კი აქ მოხდები, უბედურო. მართლა, ამას კიდევ ნახავთ. შეიძლება ეხლა ფრენა ვერ შევძლო, მაგრამ თელ ძალას ჩავდებ. აქ ვარ. ასე მარტივად ვერ შემაჩერებ. ახლა უფრო დიდი და ძლიერი ვარ ვიდრე ოდესმე. ჩემი სონიკ ზვიგენის ფორმა არ ნებდება. წავედით. კარგი. ეხლა იქ უნდა ჩავარდე. მოდი, წავიდეთ. აქვე ჩავარდები. დიახ. კარგი, პირველი გადალოხე. ეხლა კიდევ ვარდები. ეს მეთკინა მკლავს. მაგრამ ამ ამხრელში ჩავარდები. წავედით. და ისევ წინ მივდივარ. დიახ. ვერ შემაჩერებ. დიახ. ამას ძალიან მარტივად ვუვლი გვერდს. და იქაც მარტივად მივდივარ. ნახე რა მოქნილობა მაქვს. ძალიან მაგარი ნახტომია. კარგი, პირდაპირ მეორე პლატფორმაზე დავეში და ახლა დიდ ნახტომს მოამზადებ, რომ შემდეგზე გადავხდე. დიახ. ეს ძალიან მარტივია. ნახტომით წინ მივდივარ. ეს ზვიგენ სონიკი მხოლოდ წყალში არ მოძრაობს. მიწაზეც კი. და ეს იქნება შენი დაღუპვა, სულელო მონსტრო. წავედით. აქედან ნახტომით ავალ. შეჩერების გარეშე მივდივარ ფინიშამდე. დიახ. და აქ ვარ. ნახტომის დროა. დიახ. მიიღე რაც დაიმსახურეს, სულელო მონსტრო. არ შევწყვე ჩემ ცემას, სანამ არ შემეხვეწები. მიიღე და კიდევ მიიღე. მიიღე ეს და ეს. ამას ვერ გადაურჩები. მით უმეტეს თუ ჩემს ზვიგენის სონიკის ძალას გამოვიყენებ, რომ ამით გაგანადგურო. ჩაიძირე ქვიშაში, უბედურო და დამიბრუნე ჩემი მეგობარი. დიდი მადლობა, სონიკ. ეხლა თავისუფალი ვარ. და მგონი უნდა შეჭამო ის მონსტრი, სანამ გაქრება, ხომ ასეა? სრულიად მართალი ხარ. მოდი აქ, მონსტრო. ეხლა ჩემი ხარ. დიახ. ეხლა ჩემი საბოლოო ფორმა მოდის. დიახ, ეს ზვიგენის სონიკის საბოლოო ფორმა. ასე რომ, წყალში შევდივარ, რომ ის ზღვის მონსტრი ვიპოვო, სანამ ძალიან გვიან არ არის. დიახ. და ბოლოს, ისევ აქ უბრუნდები იმ სანაპიროზე, სადაც ყველაფერი დაიწყო, რომ დავასრულო ის, რაც ადრე ვერ შევძელი. მართლა გონია რომ ძალა გაქვს რომ დამამარცხო? შეიძლება ჩემს ხელქვეითებს მოუგე, რომლებიც სასაცილოები, საწოდავები და სევდიანები იყვნენ, მაგრამ ჩემი ძალა ბევრად არ ემატება მათსას და მე შენ შეგჭამ. და მთელ მსოფლიოსაც ყველას დაგტბოროთ და შეგჭამთ. ეს ჯერ კიდევ სანახავია, მოდი, წყალში შევალ და შენს ტერიტორიაზე დაგამარცხებ. ღმერთო ჩემო, რა ძალაა ეს? სად გამომიშვა, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ. მოვდივარ შენთან, სულელო მონსტრო, ნახე ჩემი წყლის ძალა. მიიღე ეს დახტმები, წამო. ეს საკმარისი არაა, რომ დამამარცხო. მოდი აქ. კიდევ ერთხელ არა. ახლა მთელი ძალით დაგარტყამ. ნახე ჩემი ზვიგენის სუნთქვა.
ჰო, რა მოხდა? გაწუხებს, ვთქენს? მაშინ ზვიგენის ტორნადოთი დაგამთავრებ. მიიღე ეს. ესეც და ესეც. ეს ბრძოლა რთულია, მაგრამ მაინც დაგამარცხებ და გადავარჩენ სამყაროს. და ზღვებსაც, ნახე ეს. დიახ. აი მიიღე. ნახე ჩემი დატყმები, დიახ. ჩემი ზვიგენის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე შენი ზღვის ურჩხულის. დიახ. და ნაპირზე მე შენზე უფრო ძლიერი ვარ. აი მოდის. მოდი აქ. მე გაუძლებ შენს დარტყმებს და შენს აფეთქებებსაც. შენ ვერ შეჭამ სამყაროს, შენ ვერ დაიპყრობ ზღვებს. მოდი აქ. ნახე ჩემი ძალა, ზვიგენის სუნთქვა, დიახ. აი ეს, მიიღე, ეს და ეს. დიახ, ვერ დამომარცხებ, არასოდეს. წავედით. ავედით. აი მიიღე ჩემი ყველა დათქმა წყევლო მონსტრო, დიახ, არ გაგიშვებ. ვაი, ეს რა არის? ვერ გამიმკლავდი ხომ ასეა? ეხლა კი დროა შენი მთელი ძალა შევიწოვო და ზღვების საბოლოო მცველი გავხდე. დიახ, ეს ჩემი ზვიგენი სონიკის ძალაა ზღვარზე მიყვანილი. ვიქნები მონსტრი, რომელიც დაიცავს მიწას და ზღვებს. ამიერიდან ვეღარავინ და ვერაფერი მომეკარება, რადგან მე ვიქნები ბოროტთა სიკვდილი, ჩემი ზვიგენის ფორმა, ჩემი იარაღები, ყველაფერი, ლაფერი. ზღვაში წავიყვან და სამუდამოდ დავიცავ, რადგან მე ვარ ზვიგენის სონიკი. დიახ.